წლის მოწვევის. პირველად საქართველოში იქნება მსგავსი ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს განსხვავებულ პოლიტიკური შეხედულების მქონე ახალგაზრდებს და მისცემს შესაძლებლობას, რომ გამოხატონ საკუთარი მოსაზრება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ახალგაზრდულ პარლამენტში იმუშავებს 100 დეპუტატი მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 40% მათგანი წარმოდგენილი იქნება საქართველოს რეგიონებიდან, ხოლო 60% უკვე თბილისიდან. აღნიშნულ პარლამენტში ასევე გათვალისწინებულია პოლიტიკური სკოლის ელემენტების გათვალისწინებით ლექციების და ტრენინგების საკითხვა, მოლაპარაკების მეთოდებსა და საჯარო წრული გამოსვლის ხელოვნებასთან დაკავშირებით. ერთწლიანი მანდატის ფარგლებში იმუშავებს ახალგაზრდული პარლამენტის წევრები და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შეხვდნენ ექსპერტებს, შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, ქონდეთ ურთიერთობა სამინისტროებთან და არგუმენტირებულად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, როგორც აღნიშნე, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ახლა გადავცემ სიტყვას ჩემს კოლეგებს. მოგესალმებით და დიახაც ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ნამდვილად პირველად საქართველოში მსგავსი მასშტაბით ყალიბდება საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი, რომლის წევრებიც იქნებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, როგორც თემამ აღნიშნა 40% და თბილისიდან 60%, 100 დელეგატი იქნება და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება სრულიად ნეიტრალურ პოლიტიკურ ნიადაგზე აღმოცენებული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანიც იქნება ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო გააქტიურდეს და უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს. ძალიან დიდი მოლოდინი იყო იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან წამოვიდოდა იდეები, წამოვიდოდა აქტივობები და ეს პროექტის ფიქრობ სწორედაც ამის გამოძახილი არის, რადგან ახალგაზრდობაზე ძალიან ბევრი ადამიანი და ბევრი პოლიტიკოსი, არა მარტო პოლიტიკოსი ძალიან დიდი იმედებს ამყარებს, ამიტომ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი აქტიური ახალგაზრდისთვის ეს პროექტი არის სასურველი წარმატების მისაღწევად და იმისათვის, რომ მოახდინონ თავისი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია, შეხვდნენ უამრავ საინტერესო ადამიანს, მიიღონ უდიდესი გამოცდილება და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკური აკადემიის, პოლიტიკური სკოლის წყალობით მიიღონ ასევე ძალიან დიდი განათლება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს, რომ დღეს არის ბოლო დღე სააპლიკაციო ფორმების შესავსებად, ამიტომ შეავსეთ, იჩქარეთ, რადგან არ გაუშვათ შანსი ხელი და რადგან ეს არის ძალიან კარგი საშუალება თქვენი განვითარებისათვის და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის. ძალიან დიდი მადლობა. დავიწყოთ. მოგესალმებით, ეს არის პლატფორმა ახალგაზრდებისათვის, რათა უფრო სიღრმისეულად განიხილონ მიმდინარე მოვლენები, აქტიურად ჩაერთონ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, არაპოლიტიკურ პროცესებში, ასევე დააფიქსირონ თავისი კომპეტენტური აზრი, რა თქმა უნდა. ეს არის შანსი, რომელიც ნებისმიერმა ახალგაზრდამ უნდა გამოიყენოს, მიიღოს მონაწილეობა, დააფიქსიროს თავისი აზრი, მოიხადოს საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე და საზოგადოების წინაშე და საბოლოოდ ვიტყოდი ერთ რაღაცას, კარგად ჩანს ჩვენი მუშაობის ფორმატი და ჩვენი მიზანი სლოგანში დააკანონე შენი იდეა. დიდი მადლობა. კითხვები ხო არა? ამას ჩვენი ისე კადრები რო აიღო, ხო? შერჩევა მოხდება ერთი კვირის განმავლობაში. მარტის ბოლოს უკვე ცნობილი გახდება ახალგაზრდა პარლამენტარების ვინაობა. კომისია დაკომპლექტდება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ასევე პარლამენტარებისგან და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ძირითადი მოთხოვნა ეს არის ახალგაზრდისაგან ანალიტიკური აზროვნების ჩვენება, ასე ვთქვათ, დებატის უნარი და მთავარი, როგორც აღნიშნე, არის კრიტიკული აზროვნება, რომელსაც ჩემი მნიშვნელოვანი იქნება ექსპერტების მიერ, თქვათ, შერჩევის პროცესში გამოხდება ყურადღება. აპლიკაცია, სადაც кейსია, ყოველდღიური მიცემული არის კრიტიკული აზრი და დააფიქსიროს აპლიკანტმა და ამ სიუების, თქვათ, გადარჩევის შემდეგ უკვე გასაუბრება იქნება უკვე კომპეტენტურ ადამიანებთან. და ასევე არის სამოტივაციო წერილი და თქვათ ის თუ რატომ უნდა იყოს ის ახალგაზრდული პარლამენტის წევრი და რაც შემატებს ის ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივა. კითხვები არის? მონაწილეობა ხო არსებობს?